ანუ სამი მიმართულებიდან წამოვიდა სპეცრაზმი და მე რო დავიძარი უკან რო გავრიდებოდი იქაურობას, წინ სპეცრაზმი დამხვდა. ანუ ვერსად ვეღარ წავიდოდი უბრალოდ. ჩვეულებრივი ალყა იყო და პატარა ესეთი გაჭრილი იყო, კიბეები ჩასასვლელი შევჩენკოს ქუჩაზე ჩადიოდა ეს კიბეები, უბრალოდ იქით დავიწყე მოძრაობა და გავჩერდი, იმიტომ რომ რავი, ახლა არაფერი არ ხდებოდა რა და უცებ საიდან გაჩნდნენ სპეცრაზმელები, არც ვიცი, ესე უცებ, ჩასაფრება იყო, მე რატო უნდა ჩამსაფრებოდნენ? ეგაა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ანუ ერთ ადგილას ვიდექი, არ მიმოძრავია საერთოდ და ტელეფონში რაღაცებს სკროლავდი. უცებ მოვარდა 5 ადამიანი, დავინახე, 5 ადამიანი მოვიდა და დამიწყეს ცემა. მაგრად ცემეს, ესე რომ ვთქვათ. სახეში მივყავდნენ, ანუ ეს ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ სახეში დარტყმა გქონდათ, ეს რაღაცნაირ პატერნი გქონდათ, რომ სახეში უნდა ეცემათ ხალხი. ნიღბებით და კასტეტები ეკეთათ ხელებზე და დამიწყეს ცემა. შემდეგ უკვე გაყვანის დროს როცა მორჩნენ, ესე ვთქვათ, შემცემას. მაგ მომენტში იყო ზუსტად რომ ხელები რომ მოვიკიდე ჯიბეზე, იმიტომ რომ პოლიციელმა პირადობაო, არაფერი აღარ მქონდა ჯიბეში. საფულის გარდა ყველაფერი ამომაცალეს. სპეცრაზმა ირტყათ და გაქურდათ კიდე? კი, საქმე იმაში არის, რომ ეს მომენტი არ მახსოვს, იმიტომ რომ სავარაუდოდ გავითიშე და გათიშულზე უკვე რა მოხდა აღარ ვიცი, გათიშულზეც მცემეს თუ არა. დამაკავეს და გადამიყვანეს საქალაქოში, ეგრეთ წოდებული საქალაქოში, დიღმის მასივში, სადაც იქაც ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ბევრი ადამიანი იყო დერეფანში. იქაც აგრესია იყო ჩემს მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ მაგარი ნაცემი ვიყავი, მათ ასოციაცია გაუჩნდათ იმის, რომ მე რაღაც ძალიან გასესეთი დავაშავე და მე რაღაც ცუდი პიროვნება ვიყავი და მაგიტომ მომხვდა ამდენი. და იქ ფეხებში მირტყავდნენ, იმიტომ რომ სახში ვეღარ დამარყავდნენ. თვალებიდან ვერ უყურებოდი, იმიტომ რომ დასრებული მქონდა და თვალბუდის ზვალი მქონდა ჩატეხილი, როგორც აღმოჩნდა მე საავადმყოფოში. პოლიციის შენობაში ხდებოდა. ის რაც მქონდა მოსმენილი მართლა წარსული პერიოდიდან, იგივე წინამთავრობიდან მოსმენილი იგივე გამოვიარე, მე არავინ არ დასჯილა ჩემ кейსზე საერთოდ. იქ სადაც ჩატარდა ჩემი ეგრეთ წოდებული გამოძიება ჩემ кейსზე, ის სამსხური როგორცი გაუქმეს. დაკავებიდან 2 საათი იყო გასული და ნელ-ნელა დამიბრუნდა გრძნობელობა. თავს ზევით ვერ ვწევდი და ტკივილისგან გავითიშე. და გადაწყვიტეს, რომ სასწრაფო გამოიძახეს სასწრაფო განყოფილებაშივე და სანამ სასწრაფო მოვიდა, სისხლიანი ეს სახე დამბანეს, მოკლედ, სადაც შემიყვანეს. ბევრი სისხლი იყო გარშემო იმ აბაზანაში, იმ ნიჟარასთან და ხელსახოცები იყო ბევრი გაყრილი რა. და სადაც ნიჟარაზე ხავ ჩვენ კი სადაც წყალი არ ხდება ეს საყმის დასწრება, ის სისხლით იყო რა. ანუ დაფარული არ უჯერებდი ჩემ თვალებს, სად ვიყავი. საერთოდ საპოლიციო შენობაში ვიყავი თუ რაღაც სადამსჯელო საწამებელ რაღაც დილეგში. წარმოდგენა გაქვთ, ვის შეიძლება ეძალა და უშუალოდ პოლიციის შენობაში თქვენზე? თანამდებობის პირები უნდა ყოფილიყვნენ. ძალიან ხშირად იმეორებდნენ, რატო გვეძახიან რუსებს, რას ქვია, როგორ შეიძლება. ვიღაცამ მომართა ისე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, ყველაფერზე. 5 დღე იყო დაახლოებით ის პერიოდი, როცა, რასაც ვატარებთ ოპერაციის შემდეგ. და გამოწერიდან 2 დღეში დამირეკა იმ გამომძიებელმა. და მითხრა, რომ სასამართლო საპირებდნენ, რომ დაენიშნა ჩემთვის. 2 დღეში ჩატარდა ჩემი სასამართლო, სადაც მივედი აგრეთ ჩემი დაზიანებებით სახეზე. მოსამართლე ძალიან ნეიტრალურად შეხვდა ამას, როცა გაუსვი ხაზი იმას, რომ უბრალოდ ცემეს და თან რაღაცებს მედავებიან პირიქით, ან უდანაშაულო პირს, რომ სადაც კამერები იყო გარშემო და ნებისმიერ დროს შეეძლოთ ამოეღოთ, რომ მე იქ არაფერი არ ჩამიდენია. ამაზე ქონდა ძალიან ნეიტრალური რეაქცია, რომ იცით რა, არსებობს უწყება, სადაც შეგიძლიათ მიმართოთ. და ისინი გამოიძიებენ.
ეს უწყება გაუქმდა. რომელიც გაუქმდა, კი, და მცნეს სამართლა დამღვევად და გაფრთხილება მომცეს. აქციებზე დიდი ხანია გამოდიოდი ისედაც, თუმცა ამის მერე რაც მე გადამხდა, ამ ფაქტმა უფრო გამაძლიერა და პირიქით მეტი შემართება მომცა იმის, რომ რაღაც შევცვალო, რაღაც ისეთი გავაკეთო და სარგებელი მოვიტანო ამ ხრივ, რომ სხვას არ დაემართო მსგავსი რა. გავარ იმიტომ აქ და იმ იმედით და იმ მოთხოვნით, რომ ეს ოდესმე მოხდება. მოხდება ის, რომ სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები იქნებიან დამოუკიდებლები.